მე ვარ მანანა მგალობლიშვილი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი, აფხაზეთიდან. დავიბადე სოხუმში. მამაჩემი იყო ექიმი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი და აფხაზეთში პირველი ფსიქიატრიული სამსახურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჩვენ ვართ 7 და-ძმა, 7 ვართ ექიმები, ასე რომ გავიზარდე ექიმების გარემოცვაში, მამას ხშირად დავყავდი სამსახურში, მაგრამ ფსიქიატრია არ ამირჩევია. ავირჩიე ძალიან მადლიანი პროფესია და მე ვეხმარები ადამიანებს, ოჯახებს, რომ დიდი ბედნიერების მოპოვებაში, რაც აირეკლება ჩემში და სწორედ ეს მაძლევს იმ ენერგიას და სტიმულს, რომ ჩემი საქმე ვაკეთო სიყვარულით. ჩემი ცხოვრების და პროფესიული კარიერის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი რთული გამოწვევა. არც ვიცი რომელი გამოვყო, მაგრამ ვიტყოდი, რომ ერთი გამოწვევა არის მუდმივად ჩემში. ეს არის ჩემი პროფესია, ჩემი კლინიკა, რადგან მედიცინა ვითარდება ძალიან სწრაფად და იმისათვის, რომ იყო მოწინავე პოზიციებზე, ყოველთვის საჭიროა ძალიან დიდი შრომა და ენერგია. აფხაზეთი ჩემთვის არის დაკარგული სამოთხე, რომელიც ამავე დროს მუდმივად არის ჩემში და ყველა იმ ადამიანში, რომლებმაც იზულებით დატოვეს აფხაზეთი. აფხაზეთთან მე მაქვს კავშირი, იქ არიან ჩემი ნათესავები, ხშირად მოდიან ჩემთან, მომმართავენ აფხაზი პაციენტები, ონლაინ ჩამოდიან. მე 2 წლის წინ ვიყავი აფხაზეთში და მინდოდა შემეხედა, შემეგრძნო, ხელი შემევლო იმ სამოთხისთვის, რომელიც დიდი ხანი არ მენახა და მივხვდი ერთ რამეს, რომ აფხაზეთი არ არის მხოლოდ მიწა, მხოლოდ ბუნება და ზღვა, არამედ ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ეს არის ადამიანები და ურთიერთობები.